მოგესალმებით. წარმოგიდგენთ შემოქმედებით გადაცემათა ვიდეო ციკლს, რომელიც ეძღვნება ხელოვან ქალთა შემოქმედების წარმოჩენას. ეს არის სალონური შეხვედრების და გულწრფელი დიალოგის ფორმატი, რომლის მიზანია მაყურებელს გაუზიაროს ის, რაც ხშირად უხილავია, რადგან დაარჩანს, მაგრამ შემოქმედების არსს განსაზღვრავს. ჩვენ საუბრობთ არა მხოლოდ ნამუშევრებზე, არამედ ხელოვანის შინაგან სამყაროზე, მის მსოფლმხედველობაზე, შემოქმედებით პროცესს და იმ სათქმელზე, რომელიც ხშირად ნამუშევრის მიღმა რჩება. და ჩვენი გადაცემათა ციკლი დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ სივრცეს ქმნის, სადაც წარმოვაჩენთ ხელოვანების, მათი შემოქმედების და უხილავ პროცესებს, რომელიც ამ ყველაფრის უკან დგას. და ძალიან საინტერესო პროექტია, მინდა გითხრა, რომ აი რა ვიცი, ჩემთვის იმხელა სიამოვნება არის, აი ნიჭიერ ადამიანებთან ურთიერთობა და განსაკუთრებით ნიჭიერ ქალბატონებთან, ხელოვან ქალბატონებთან ურთიერთობა, რომ აი არ ვიცი და დღეს ძალიან მიხარია, რომ ჩვენ არტ სტუდია ჩვენთანში გვესტუმრა შესანიშნავი ადამიანი, ქეთი ბათიაშვილი, მხატვარი, ფერმწერი და მოკლედ ძალიან კარგი გოგო. აქვე დავამატებ, რომ ჩვენი გადაცემის წამყვანები არიან კინორეჟისორი ლევან აჯაფარიძე და მე მხატვარი ეკა მუხაძე. მე ძალიან მიხარია, რომ ჩვენი მეორე სტუმარი არის ქეთი. ქეთი, გამარჯობა. გამარჯობა, მე ვესალმები თქვენ მსმენელს და მაყურებელს. სასიამოვნოა თქვენთან სტუმრობა. ქეთი არის მე ამას ისე ტყუილად არ ვიტყვი დამერწმუნებით. ქეთი არის იმ ადამიანის შვილი, რომელსაც რა ვიცი მგონია, რომ ქართველი კაცი თბილისში თუ ცხოვრობს და საერთოდ საქართველოში თუ ცხოვრობს, ძალიან ბევრი ის რომ უამრავი ადამიანი ყავდა მამას მეგობარი, მე ვიცი და ბატონი გიგა ბათიაშვილი ჩვენი სანიმუშო ქართველი, გემრიელი, ვაჟკაცი ადამიანი, რომელიც ამ ცოტა ხნის წინათ რამდენი ხანი გავიდა? მე 5 წელი. მე 5 წელი როგორ უცნობი არაფერს. ხო. და აი ესეთი ადამიანის შვილი არის. გარდა ამისა მე რამდენადაც ვიცი ქეთის მთელი ოჯახი თუ ესე არის, არ ვიცი, ხო, ეგრეა, ხო, არქიტექტურები ძალიან კი, დიდი ნაწილი. დიდი ნაწილი. დიდი ნაწილი ოჯახის წევრებისა მყავს არქიტექტორები. ცხოვრობ არქიტექტურების სახლში. არქიტექტორების სახლში ცხოვრობთ და შთამომავლობით. დიახ, ძალიან მინდა რომ აი რო გითხრა, აი შენ საქმიანობის შესახებ, აი უშუალოდ საქმეს. მხატვრობაზე მე ვისაუბროთ. რას აკეთებ, სად მოღვაწეობ, ასწავლი? მე ვასწავლე კი ძალიან ორიგინალური ვარ, მეტი რა შეიძლება. სამხატვრო აკადემიაში ვასწავლე არქიტექტორებს. ხო, ოღონდ მე არა ვარ არქიტექტორი, ამიტომ არ ვასწავლებ გეგმარებას და პროექტირებას, მე რაღაცა დამხმარე დისციპლინებში ვეხმარები, ეს არის არქიტექტურული გრაფიკა, ფერწერა და ასე შემდეგ, მსგავსი მიმართულებები. რამდენადაც ვიცი მე შენ რაღაცა ძალიან განსაკუთრებული სპეციფიკა გაქვს სწავლების მეთოდისა, მე რამდენადაც გამიდი არ ვიყავ, მე მგონი კი. არაფერი ისეთი განსაკუთრებული არ არის, უკვე ბევრი წლებია ეს დისციპლინა ისწავლება, უბრალოდ თვითონ ბავშვების როგორ ნაკადი მოდის მათი დონიდან გამომდინარე, მათი ინტერესებიდან გამომდინარე, სულ მუდამ ხდება რაღაცა კორექცია და ამ კორექციას სულ მე პირადად ხო შემაქვს რაღაცა ხო რაღაცა გარკვეული ცვლილებების შემაქვს. ხოლმე ისი აბსოლუტურად თავისუფლება მაქვს და ვაკეთებ ამას ჩემი ხო ჩემი რაღაცა მოსაზრებით. ეს არის შენი საქმიანობა, ამასთან დაკავშირებით კიდევ რა? ნუ საქმიანობა ხო, პროფესია, მხატვარი ახლა ცოტათ ის ჟღერს თქვი კიდევაც, რომ ჩვენ მხატვრები, ეს არის მდგომარეობა, მხატრობა, ახლა პროფესია არ არის, ხო? და პროფესია არის ამ შემთხვევაში ვასწავლი სტუდენტებს. კი, აქ კი. ის რაც ვისწავლე, იმას მე რატო ვკითხე, იცი მე რაღაც ხელით ხაზვასთან დაკავშირებით არის რაღაცა. თუ რამე არა, ეს არის სპეციფიკა იმაში მდგომარეობს, რომ ეს არის სააზროვნო ამოცანები, რასაც ეხმარება ბავშვებს, აი სკოლიდან მოსულ ბავშვებს, ძირითადად მოდიან ხოლმე სკოლიდან. ეს უფრო რაღაცა ჩემ თაობაში იყო და კიდე იმის იქით, რომ ან ჯარგამოვლილები, ან რაღაც ერთ პროფესიაში შეცვლილები მე აბარებდნენ აკადემიაში და აქ ძირითადად მოდიან სკოლიდან და ის რაღაცა ნაკლოვანებები რაც ხო, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ხა არქიტექტურა ისე ჟღერს, პროფესია, საინტერესოა, მაგრამ ამას რა ტიპის აზროვნება სჭირდება, ну, აქ უკვე ხა უმაღლესი ისწავლება, ხა მარტო ხატვა და თუნდაც ხაზვის ცოდნა ან
თუნდაც ტექნიკური საგნებში ეს ცოდნა ამისი არ არის საკმარისი. ხო და აი სააზროვნო ამოცანები არის ის, რასაც მე ვასწავლი. Ну ეს ერთ-ერთი საგანია, ახლა ვერაფრით ვერ ავიღებ ჩემ თავზე, რომ ამის განსაკუთრებულს ვაკეთებ. აქ მინდა დავამატო, რომ ეს არის ძალიან განსაკუთრებული საგანი, რომელიც არქიტექტურული გრაფიკა, რომელიც სტუდენტს ეხმარება სივრცობრივი აზროვნების განვითარებაში. ხო, ამისთვის არის. და აი აქ ხელით ხაზვა არის ძალიან საინტერესო, რადგან აკადემიის სტუდენტები პირველი 2 წლის განმავლობაში სწავლობენ ხელით ხაზვას. ეს არის გეგმარების თემები, რომელიც ხო განსაკუთრებულ უნარებს მიუხედავად ალბათ. ბავშვები რომ მოდიან პირველ კურსზე, მათ იციან ხატვა და ჩაბარებული აქვთ ხაზვაც. მაგრამ ის რომ შემოქმედებითი აზროვნება არის იდეიდან გამოდის და ხელში აგრძელებს აი ფანქრით რაღაც დაფიქსირებას, ეს რაღაცა ჯაჭვი იკვრება და შემდეგ უკვე შედეგი აქედან გამომდინარეა, თორე პირდაპირ მეუждე ციფრულ ფორმატს არ ვიცი, შეიძლება ისწავლება ეგრე მსგავსი, მაგრამ უფრო საფუძვლიანი და ხო, ასე მგონია, რა ვიცი, ხო, ჩვენ ეს რაღაც ესე ვფიქრობთ, ესე ითვლება. სწავლების მეთოდიკას არა არის. ძალიან დიდი. კი, უნდა თანამედროვეობას პასუხობდეს, მაგრამ მგონი რომ აი ეს ძველი რაღაცა ფუნდამენტალური ფორმები მე ჩემი ღრმა წმენით ესეა, არ უნდა დაიკარგოს, იმიტომ რომ ეს ძალიან საფუძველი. რა თქმა უნდა, ხო. საფუძველი იმაზე შეიძლება დააშენოთ, რაღაც ახალი რაც შემოვა, იმაზე დააშენოთ. თუნდაც რატომაც არა იცოდნენ ამ ბავშვებმა ხელით რაღაცის კეთება, რაც სხვა სკოლებში დაუშვათ დეფიციტურია უკვე. ესე ბევრი ხელით ხატვა კი არა და ხაზვა კი არა წერა. ხო, მართალია. არა, მე ხა გეგმარებას არ ვასწავლე და ესენი არ ხაზავენ. ჩემთან არის არქიტექტურული გრაფიკა, ანუ სივრცეში აზროვნება, რაღაც ამოცანები, გეომეტრიული ფორმებიდან გამოვდივართ და ისაც დიდი ხალისით სწავლობენ სტუდენტები. კი, სხვათა ეკას გალიშვილებმა გაიარეს ეს კურსი და ხო, იციან და სახალისო საინტერესოა, ხო, იხატება სახაზავის გამოყენებითაც, მაგრამ პრინციპში ეს უფრო ხატვა ვიდრე. თამაშის ხო, მოწონთ, ნამდვილად მოწონთ, ხო, სინთეზურია. აი სივრცეში აზროვნება რო თქვი უცბად გამახსენდა ჯგუფი რო ყავდა თეატრალურში, კინოტელესარიალში, აი მაგას იქაც კინოში და ეს არის სივრცე და აზროვნება, აქ მაიამ ყველაფრის ნაირად. მე მინდა მთავარ ჩვენი გადაცემების მთავარ საკითხს მივუბრუნდეთ, ესე იგი ქეთი ბათიაშვილი, როგორც არაჩვეულებრივი ფერმწერი, რომელიც ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვან ნამუშევრებს ქმნის, ჩვენ ერთობლივად მივიღეთ კიდეც მონაწილეობა წელს გამოფენაში, რომელიც ბათუმში იყო და ნუ კიდევ ერთხელ მოვიხიბლე ქეთის ნამუშევრებით კიდევ ახლა. დიდი მადლობა და ასევე ჩემთან გავესწარი შენს მასტერკლასს და იყო ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო ჩემთვის მამის მოსმენა. ესე იგი ქეთის დამთავრებული აქვს დეკორატიულ მონუმენტური მხატვრობა და საოცრად საინტერესო ნამუშევრებს ქმნის. მას აქვს თავისი განსაკუთრებული ტექნიკა, ეს არის ტემპერა, როგორც მოგვიყევი ამის შესახებ და თუ შეიძლება სანამ დაიწყებ ამას გეტყვი რომ რა მაინტერესებს რომ ის რაც ახლა ნამუშევარში ვხედავ და ნუ მე ჩემი ის რაც თვალით ხილულია და ჩანს არაჩვეულებრივი ნამუშევრებია რომელიც ძალიან უხდება ინტერიერს სასურველი არის ნებისმიერი თანამედროვე სივრცეების დასამშვენებლად რაც ხას უსვამს რომ შენ ძალიან თანამედროვე ფერმწერი ხარ და აი ახლა აი მაინტერესებს რომ შენ იცი რა მოგვიყვე აი პროცესი და ის რაც არ ჩანს აი ნამუშევრის მიღმა რა ხდება აი ეს გვაინტერესებს შეიძლება რომ აი ამაზე გავთაშალო ეს თემა. კარგი, ჯერ პირველი ვიტყვი მასალას შევეხები. ნუ ახლა ეს მონუმენტური მაგ დამთავრებული და ეს მონუმენტური გულისხმობს მონუმენტური დეკორატიული მოხატვა. ეს გულისხმობს კავშირს არქიტექტურასთან, სივრცესთან, უბრალოდ მოცულობასთან. და ეს იქნება ინტერიერი თუ ექსტერიერი, ну ეს უკვე ახლა იქიდან გამომდინარეა რა ამოცანაა ახლა დასახული, მაგრამ ის რომ კედელზე იხატება, ეს არის მთავარი ამოსავალი წერტილი ამისი. ანუ ფორმის განზოგადოება და გათვალისწინება იმ მოცულობის რა მოცულობაზეც დგახარ. ხა დაზგური ფერწერა, დაზგური გრაფიკა შენთვის რაღაცა წარმოიდგინე, თუნდაც 10 მეტრიან ტილოზე დახატე არ აქვს მნიშვნელობა და მე ხე ის ტილო შესაბამის კედლის ზომაზე მიგაქვს, მაგრამ არჩევ, ანუ სივრციდან გამომდინარე არჩევ მე იმ ნამუშევარს ადაკიდოს მსურველმა ეს ხო, რა თქმა უნდა და როდესაც კედელზე იხატება
ხა იმას ვერსად ვერ გადადგავ და ვერ გადმოდგავ და შენ ითვალისწინებ აბსოლუტურად ყველაფერს, განათებას, კედლის ფორმას, არქიტექტურის კომპოზიციას, ну აი რამის რაღაცის უკვე შიგნით ვეაკეთებ ამას ყველაფერს. ხო, რა თქმა უნდა, ეს უკვე არის ეს არის ამოსავალი წერტილი. ტილოებსაც აკეთებ ტემპერით თვითონ. აი ზა ყველაფერს ეს რაღაცა დაახლოებით სადღაც ერთი ალბათ 15-18 წლის წინ ცადე ტემპერით მუშაობა. რაღაცა შეკვეთა მქონდა კედლის მოხატვის. ხო და მანამდე ეს ტემპერა არ ქონია სწრაფად შრება. არა, ჯერ ეს ერთი მაგისთვის იყო ტემპერა შეიქმნა და ტემპერით იხატებოდა კედლები, ეს უკვე მოგვიანებით არის ზეთისაღებავი. მე კი ზეთისაღებავით ხატავდი და ძალიან მიყვარს ზეთისაღებავი და ვთვლი რომ მაინც ეს ხარი წერვალი ასე ვთქვათ, ხო, დაზგური ფერწერისთვის არის ზეთისაღებავით მუშაობა. ეხლა თანამედროვე რაღაცა მასალებით შემოვიდა, მაგრამ ისინი მაინც ჩამორჩებიან ეხლა. ხო, თუნდაც აგრეთს, კი ბატონო. ხო და ტემპერით რომ გადავწყვიტე, მე ხა დიპლომი გაკეთებული დაფაზე და გრუნტი დავადე და ზეთით, ოღონ ზეთი გავხსენი გამხსნელში. ძალიან საინტერესო. ხო, და ეს რაღაცა ტემპერის ფაქტურას იძლეოდა როგორ ჩანს და იმიტომ მომწონდა და ეხლა შეუძლებელია დიდი კედლის 20 კვადრატის იმითი მოხატვა, რა ქვია, ზეთით ეს აბსოლუტურად წარმოუდგენელია და მოკლედ მაშინ ავითვისე ეს ტემპერი, მის მერე ისე გადავირი, ესე შევიყვარი ეს საღებავი, რომ ყველაფერში ვხმარო ფურცელზეც, ტილოზეც, კედელზეც, ну რამე თუ რაზეც შემიძლია ვხატავ, ყველაფერში ვიყენებ ამ მასალას და ყველგან განსხვავებულად შემიძლია მოვიხმარო. ეს შენი გამოფენის ნახო. ეხლა მქონდა. როდეს მქონდა? ну რაღაც ესე წაეწყო, შარშან მქონდა. კი, მაგრამ ეხლა ცოტა პაუზა უნდა იყოს, ნამეტანი ეხლა მიყრაც არ ვარქა. ესე ხშირად ვიფინებოდი. არ ვიფინებოდი ესე ხშირად, რაღაცა ბოლო პერიოდში გავაქტიურდი ძალიან და რამოდენიმე ზედიზედ გამომივიდა. შარშან მქონდა ზუსტად ამ პერიოდში. წელსაც გარდა ჯგუფურებისა ეხლა პერსონალურს ვიძახი. შარშან მქონდა პერსონალური, სწორედ ივნისის დასაწყისში, წელსაც იგივე დროს გამომივიდა უკვე სხვა გალერეასთან თანამშრომლობით, სხვაგან გავაკეთე და ეხლა რაღაცა ვფიქრობ, რომ ცოტა შევისვენებ, იმიტომ რომ აგერ ბათუმში გქონდა ჩვენ, ხო, მანამდე კიდე ჯგუფური გქონდა, ანტვერპენში მქონდა, რა ვიცი, ფერტი, მამის ხსოვნისადმი მიძღვრილი სოლო პერსონალური გამოფენა გქონდა, ხო? კი, ეს ბაია გალერეაში მქონდა, ხო? არა, ბაიაში არა, მამისადმი გავაკეთე გალერეა 9-ში. გალერეა 9. გალერეა 9, ეხლა დროებით არ ჩვეულებრივი სივრცე საოცარი. ეხლა დროებით გაჩერებულია იქ საგალერიო მუშაობა, ხო? ну იმედი მაქვს რომ ისევ კედი და საინტერესო პიროვნება ხარ გინეცი. აქვე არ შეიძლება რომ არ თქვა ქალბატონი ლალიკეკელია შესაძლოა. ვაი. შენ დედიკო შესაძლოა. პრობლემას მე როგორც მახსოვს და ჩვენ ვიცით პირველი დამფუძნებელი იყო რა, ეწერა კამერული ორკესტრი. კი ბატონო, დედა იყო ვიოლინე. კი ბატონო. კარგი მე ვიოლინე იყო, ნამდვილად გამორჩეული და ამიტომაც იყო პირველი ვიოლინო აი ამ კამერული ორკესტრი რომ დაარსდა, ეს იყო დამაარსებელი ერთ-ერთი კამერული ორკესტრის და ჩვენი თბილისის კამერული ორკესტრის და მისი პირველი ვიოლინო და სოლისტი. შენ საინტერესო კამერული ორკესტრში მაინც ვიოლინოს ენიჭება ალბათ ყველაზე დიდი ის. ну პირველი ვიოლინო კი რა თქმა უნდა ეგეთი არის. საერთოდ ორკესტრში ესეთია ქრონოლოგია. მაგარი რა. პირველი მეორე ვიოლინო. აი, როდესაც შენ ესე იგი შენი ყოველდღიურობა შედგება იმისგან, რომ შენ ასწავლი აკადემიაში სტუდენტებს, მოვაწეობ იქ და აი შემდეგ შენ მუშაობ. და აი მაინტერესებს, რომ და შენ თან პარალელურად სისტემატიურად მუშაობ, როგორც ფერმწერი, გაქვს საკუთარი სივრცე, სახელოსნო, არაჩვეულებრივი, ამაზეც გვინდა ერთი-ორი სიტყვით რო გითხრა. და აი მაინტერესებს იცი რა, ინსპირაცია, ეს შენი ეს აი თანმიმდევრულობა ამ შენი აი ამ როგორც ფერმწერის, ანუ მუშაობის, რომ აი ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ მე შენი ნამუშევრები არის ძალიან ესეთი რაღაცნაირად ძალიან სიმშვიდეს მგრის, არაჩვეულებრივი სილამაზის აღქმა ჩანს და აი იმის მიღმა მე მაინც მაინტერესებს, რომ იცი რისი თქმა მინდა, რომ რა სიტყოდი შენ ნამუშევრებზე, აი შენ თითქოს ახლა ხელოვნება ვფიქრობ მაინც, რომ ხელოვნების მეშვეობით ადამიანი საკუთარ არსს ეძიებს, ხო? ანუ რაღაცა ძალიან მნიშვნელოვანს და ისიც რო ახსენე, რომ მდგომარეობა ხატვა. ალბათ ეს არის ჭეშმარიტი ფერმწერი
წერის და მხატვრის სუფთა აი მიდგომა, მე ვფიქრობ, რომ აი ეს მაინტერესებს, იმიტომ რომ მეც აქვე გამიგრძელდა სიტყვა, მაგრამ მაინც ვიტყვი, რომ დღემდე მე მაგალითად მხატვრობის გარდა არ ვიცი არც ერთი სხვა პროფესია, მაგრამ მეც ვერ ვეძახი მხატვრობას პროფესიას და სულ მეუხერხულება ხოლმე, აი რომ უნდა ვხატო და არა მე უნდა წავიდე მხატონ საქმე მაქვს, ასე ვერ ვიძახი. რაღაცა ეს მე მგონი რომ სულთა მხატვრული ხედვაა, შემოქმედებითი და თუ რომ არ განისაზღვრება არც დროით, არც რაღაცა მდგომარეობით, ეს არის ну 24 საათიანი მდგომარეობა არის ხო, იმიტომ რომ აქ ახლა უდიდესი ფუფუნება. კი მე ვიტყოდი. ხო, რამდენადაც ძალიან დიდი ენერგია მეაქვს, აი ჩემ შეგრძნებაში მე რო ვდგავარ, მე თან კედელთან ვდგავარ, ხატავ არ ვზივარ, არასოდეს არ ვზივარ და ყოველთვის კედელთან ვდგავარ და თან მოძრაობაში ვარ რაღაცა ერთ მაზუხს რო დავადებ, გავდივარ შორს და აი დავდივარ, ესე გაცვეთილია იატაკი, ჩემ ტრაექტორი. ეთი და წინასწარ თუ იცი რა უნდა ვხატო, აი ეს მაინტერესებს თვითონ აი ეს უშუალო აი ეს შენი პროცესი როგორ არის აი ეს მუზა, წინას არ ვიცი, დოდესაც რაღაცა თემაზე გეფიქრება, ბუნებრივად მოდის ხო გეძალება რაღაცა ფიქრები, ფორმები სუ ძალიან ვიღლები. სპონტანურად. მე ძალიან ვიღლები, ტვინი მეღლება ისე რომ იმის იქით არ არის. ძალიან ვიღლები, როდესაც ვხატავ, იმიტომ რომ ჩართული ვარ თავი და ფიზიკურად გძნობ აი ამ ტვირთს. და აი ესე არ არის რომ გავერთე და რაღაცა მარტივად გავაკეთე. თვითონ ძალიან საინტერესო კიდე იცი. რო არ გახსოვს ისე რო ხატავ. როგორ ხვდები რომ ნამუშევარი დასრულდა? რთული კითხვა. არ ვიცი, ინტუიციურად. აი როგორათაც ინტუიციურად ვხატავ, ისევე ინტუიციურად, იმიტომ რომ როგორ არ არსებობს რაღაცა თემა, არსებობს რაღაცა თუნდაც ობიექტი, სულ რო თემის გარეშე ხატო, იმაზე რომ გეფიქრება და თავში გაქვს, ხა პორტრეტს როცა ვაკეთებდი, მახსოვს ბოლოს მესიზმრებოდა ის ხალხი, ვის პორტრეტსაც ვხატავდი. ხო, და რაღაცა ეს ფიქრებში იქ ვიყავი იმასთან ერთად და არ ვიცი, აი ესეთივე ინტუიციური შეგრძნებით გძნობ, რომ აი აი რაღაცა დასო. ხო, ყავდი შეტყობინებებიც ყოფილა და მგონია, დავამთავრე და რაღაცა მოვაწერე ხელი, მე ტრიალდები ცოტა ხანში ისე ვიწყება, არა, ეს ის არის. თვითონაა დამთავრდა. მაგრამ ალბათ მაინც ბოლოში ყველაზე მთავარი ის არის, რომ იცოდე როდის უნდა დასვა წერტილი, რომ აი ალბათ და არ ვიცი, ესეც ინტუიციურია. ეს აბსოლუტურად ხატრობაში ის მაინტერესებს. არა, რა თქმა უნდა, შეგიძლია მუდამ რაღაცა გააგრძელო და სულ რაღაცის სრულყოფაში წახვიდე, მაგრამ ის სრულყოფა შეიძლება პირიქით რეგრესი იყოს, გაგიფუჭოს ყველაფერი. ხო, ამის გაჩერება ძალიან ძალიან ძნელი ძალიან რთული ხო კი შეიძლება ხო და იმას ხვდები რომ დამთავრდა თითქოს ის ნამუშევარი თვითონ გეუბნება რომ დასრულდა კი არის როგორ არა რაღაცა არის რომელსაც მეგობრებო თვალს გიკრავს კი სხვათა შორის დავამთავრეო აი რაღაცა რამდენიმე დღის მერე ყანდას თუნდაც 1-2 საათის მერე მიბრუნდები და რა ეს რამდენჯერ მქონია რომ გვიანია სახლში უნდა წავიდე და კიდე ბოლოს შემოვატრიალე შევხედე მგონია რომ დამთავრდა არა რაღაცას ვასწორებ მე კიდე რაღაცას ვასწორებ კიდე ისე გადის 2-3 საათი ეგ შენი საუბარია ტილოსთან ურთიერთობა ეგ არის თუ არა ხარ აი ნაღდი ემოციური მდგომარეობას თუ არ გამოსახავ თუ არა ხარ ძალიან გულწრფელი ის არ გამოვა არაფერი იქიდან საერთოდ ყველა ნებისმიერ ხელოვნებას შეგრება ხო გამოიკვეთა გულწრფელობა ყოფილა აუცილებლად აუცილებლად ნაღდი უნდა იყოს კარგი და ცუც არ აქვს მნიშვნელობა შენ როგორ გამოგდის შეიძლება რაღაცა არ გამოგივდეს მაგრამ ის ნამდვილად შენია ვერ ვაკეთებ ისე რა სხვის შეფასებით არ არის არც ჩემი შეფასება მაგრამ ნამდვილი ვარ აქ რა კეთი ერთი კიდე ჩემზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ეს ვთქვი მე დავფიქრი და გეთანხმები მეც ძალიან მაგაში რომ შენ თქვი რომ ესე იგი ნუ ბავშვობაში ბალეტზე დადიოდი საკმაოდ დიდი ხანი სკოლამდელ პერიოდში ესე იგი 4 თუ 5 წლიდან დაიწყე 4-5 წელი დადიოდი ფიგურებზე დავდიოდი რა მე იყო საერთოდ ქორეოგრაფი ჭაბუკენის სკოლაში მე სუხიშვილების სტუდია უკვე და მე შენ თქვი აი ეს მაინტერესებს ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩემთვის ძალიან რამდენ გზის ხელოვანია სხვადასხვა მხრიდან და რა მინდა კითხო. შენ თქვი რომ მეო ბალეტი მეხმარება ხატვაშიო და აი იმიტომ რომ ანატომია, კუნთები, აი ცენტრის მოძებნა და ეს ამან კი აი სწორედ ეგ არის. ამაფიქრა და გეთანხმები ნამდვილად ეგრე იქნება. ნამდვილი. ეგ თემა რო გავშალო. სხეული საერთოდ მე მიყვარდა ყოველთვის ძალიან ფიგურის ხატვა, პორტრეტის ხატვა, ეს ჩემი საყვარელი თემა იყო. და ძალიან მეხმარებოდა აი ბალეტის რა ქვია ეს განვლილი ეს რაღაცა ბალეტის სკოლა, იმიტომ რომ ანატომიის შეგრძნება უფრო მძაფრი გაქვს.
შენი ანატომიური ეს რაღაცა ღერძის რაზეც უნდა ღერძი, წონასწორობა, რას უჭირავს ეს ყველაფერი, რომელი კუნთი გეჭიმება და ეხლა ამ მდგომარეობას შენ თავზე რო გზნობ, კარგად იქაც იქ სწორედ აძლევ იმ ფორმას და ხო, ადვილად პოულობ იმ ადგილს, რასაც უნდა ეჭიროს ეს ფიგურა. ხო, და კი, არა, ეს კიდევ ერთხელ ესეც ინტუიციური, იმიტომ რომ ახლა მე რაღაცას ვგძნობ და იმას ვხატავ, კიდე ესეთ რაღაც. ხო, აი, მე ძალიან ვენდობი ჩემ რაღაც საერთოდ ინტუიციურიც. ხო, ძალიან ვენდობი ჩემს ინტუიციას, როცა რაღაცებს ვაკეთებ. კი. ძალიან საინტერესო იყო YouTube-თვის ეს შენ რო თქვი და მეც აღმოვაჩინე ჩემში რომ აუცილებლად ხო ასე მგონია რომ კი. კიდევ ერთხელ გავიმეორებ რომ ძალიან და მე ნახატები რომ ნახოთ ხო შეიძლება? რა თქმა უნდა მომძალე. მე ჩემ და სამწუხაროდ არა ვარ კეთის გამოფენაზე ნაო. გამოვასწორებთ. როგორც კი იქნება შემატყობი. აუცილებლად სიამოვნებით. აი ბიჭებსაც დამოვიყვან არწივებს. კეთი რა მინდა იცი? აი სახელოსნოზე რომ მოგვიყვა, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო ისტორიაა, სულ ყველა რო არქიტექტორები ხართ. ცალკე ისიც მაინც ახსენებელია, რომ არქიტექტურა თვითონ ცოდნა არქიტექტურის ყველაფერის ცოდნისკენ არის არაჩვეულებრივი გზა, სხვადასხვა სრულებით სხვადასხვა პროფესიების წვდომის. და შენ ესე იგი აი რამდენ გზის ესე იგი ირგვლივ აი ეს შენი არქიტექტორებით რო ხარ გარშემორტყმული და სახელოსნო სივრცეც ეგ უნდა შეიძლება დავამატებ რაღაცას არქიტექტურა ჩემთვის იმდენად საინტერესო რამ არის რომ რეჟისურაშიც არის არქიტექტურა კი არის ბევრი კავშირია საერთოდ აი კადრი როგორ იწყობა ეს კომპოზიცია როგორ იწყობა ეს ყველგან არის არქიტექტურა და აქვე შეიძლება რომ აი მამის დამოკიდებულება რაღაცა რო გითხრა გამხელა ბატონი გიგას ისწავლე ეს სიტყვით რო გითხრა რა მოვიგონოთ ბატონი მამას მიუძღვენე კიდეც გამოფენა მამა რო გარდაიცვალა მისახდებ ფიქრობდი ხოთშეს აი რა უნდა გააკეთე ხა მამა ძველი თბილისის რეკონსტრუქცია რეგენერაცია მთელი ცხოვრება ამას ასე ვთქვათ, მიუძღვნა სიყვარულით ქალაქის და თბილისისადმი რაღაცა წარმოუდგენელ ხარისხში ეს ყველაფერი. დღემდე განცდა მაქვს და როდესაც ძველი თბილისის კადრს უყურებ, ან ძველ ქალაქში დავდივარ, ისეთი გრძნობა მაქვს, რომ აი ჩემს ოჯახს ლაპარაკობენ აი ტელევიზორში მაგალითად და ძველ თბილისს რო ახსენებენ, განცდა მაქვს, რომ აი რაღაცა ჩვენზეა ლაპარაკი. იმდენად ისეთი დიდი დოზით და ისეთი დიდი წილით ეს მონაწილეობდა. კი, სახში, ხო, აი ეს თემა და ეს მდგომარეობა იყო ძალიან გაჯერებული ყველა ფენაში და ყველა მდგომარეობაში 24 საათიანი, ასე რომ მამა ჩემსაც ეს მთელი დღე მშენებლობაზე იყო, თავის რაღაცა სახელოსნოში იყო, თუ სახში, თუ სამსახურში და დამოკიდებულება ჩემი მართ როგორ ქონდა ნუ რა თქმა უნდა ხა მამის ამხელა კაცია სულ გაინტერესებს უბრალოდ მისი ყოველი რაღაცა ისეთი ნიუანსი და შენ თუნ ესეთი გოგოა რო გითხრა რა ვიცი მამა ჩემი არასოდეს არ აკეთებდა რაღაცა კორექტირებას ჩემ ემაში რა ქვია არ მერეოდა არასოდეს არ მერეოდა უბრალოდ აი რაღაცა ზოგადად რაღაცას ის ან ისტორიას მოყვებოდა ან მე მიტყოდა რომ აი რაღაცა აი ეს საინტერესო და იქნება ამისკენ იარო როგორ შენთუნა ხო მაგრამ ხო რა დაგაფიქრებდა და რაღაცა შენი გზის ძიებას მიმართულების მიმცემი კი ძალიან დიდი ხო ნუ ისედაც ორიენტირი იყო ყველაფერში კეთი დაიკითხავს კი უბრალოდ დამყავს ის არქიტექტორია დიშვილიც არქიტექტორია ძალიც მეორე დიშვილის მეუღლეც არქიტექტორია ჩემი უფროსი ვაჟიშვილი და ყველა მეგონი და კიდე ჩემი ძალიც ერთ სივრცეში ყველა მე მეორინე არ უნდა ხვედით კაცო აი იქაც ბათიაშვილებმა პატარა გაუკვეთეს რა ქვია კეთი ეს მინდოდა რა აი ეს თქვას რომ ამათ სულ ყველას ერთ სივრცეში აქვს სახელოსნო აი ეს გაქვთ აი ამან მომხიბლა მეც იცი რა არის ყველა არის თავმოყრილი აი მამას მამამ აიშენა და გაიკეთა სახელოსნო და იმ სახელოსნოში არქიტექტურების სივრცეა რომ შეხვალ მიხვდები რომ იქ თავისუფლების მოედანზეა კი ბატონო კი თავისუფლების მოედანზეა და იქ მამას გარდაცვალების მერე ჩვენ მემორიალურ დაფაც
შემოგთავაზა გამგეობამ და ჩვენც დავკიდეთ მე და ჩემმა დამ რაღაცა ვითავეთ რაღაცები. წიგნი გავაკეთეთ მამას სახელზე, მის სახელობის ქუჩა. ხო და რაც შეეხება სახელოსნოს, სახელოსნოში თვითონ მამას გაკეთებულია ყველაფერი ეს მაკეტები, ფოტოები, მისი პროექტები, ხა თანამედროვე ტექნიკა, რა ქვია, არქიტექტურის წარმოების აღარ არის ამ ხოლმე დიდი პლანშეტები. ეს არის ყველაფერი უფრო ციფრულზე გადასული, მაგრამ მაინც ეს განშლები, გეოდეზიური ურუქები და რაღაცები, რაზეც უნდა ეს ტოპონიმები დაეჯდეს და გადალაგდეს, გადმოლაგდეს, რა თქმა უნდა, იქაც დიდ მაგიდებს მოითხოვს და მოკლედ ეს სივრცე მთლიანად მამას მოწყობილია, სადაც აი ლამის შეჯიბრი იყო. დიდი სივრცე, ყველა ვეტევით, ყველასთვის არის ჩვენი ადგილი, მაგრამ ხო, რო შეხო მიხვდები, რომ აი ეს რაღაცა განსაკუთრებული სული ტრიალებს, იქ ამას იგრძნო. კი, სხვა ხო, მან მუშაობა და კი, მე ჩემი ცალკე პატარა შედარებით პატარა სივრცე მაქვს, სადაც იქ ვდგავარ და იქ მუშაობ კედელთან. ხო, ისე მიყვარს, აი ლაბის მივდივარ და კედლებს ვეფერები ისე მიყვარს იქ, ყველა ეგრეა. ვინც მოდის იქ სხვას ეგეთ რეაქციას. ეს პირველი ესაა, ხო? ხო, ყველას აქვს ექს განცდა, კი. ეხლა მე როგორც რეჟისორი თან ბათიაშვილებზე ხო ძალიან მაღალი წარმოდგენის ძალიან მაგრები არიან და არ შემიძლია რომ თქვა კაცო დიმა ბათიაშვილი. კი ბატონო. მამას უმცროსი ძმა. უმცროსი ძმა ბიძაშენ. კი ბატონო. დიმა ბათიაშვილი რეჟისორი შესანიშნავი. რამხელა პატივისცემდი და ეხლაც პატივისცემ რა წასული კაცია. რა ვიცი, როგორი ფილმები და ის არასერიოზული კაცი ძღნებული გიაფერად. ვაიმე როგორ. მეც მოდაწინებს ხათაშორსა. ერთ ფრაგმენტში ვარ გადაგზა სასაცილო ისტორია კი. ხო, ძალიან სასაცილო ისტორია იყო. ისე რაღაცა გოგორო ქუჩაში თუ რაღაცა ეგეთ. ქორეოგრაფიაში ვსწავლობდი მაშინ. და ისე მახსოვს მოკლედ იმოთქვა რომ შევნა გადაგიღო ხა რაღაც ეპიზოდში და ხა იმ ასაკში ბავშვს ხა წარმოიდგინე. კი, კი, მაშინ ბალეტზე დავდიოდი და მოკლედ გადაწყვიტე რომ გადავიღოს და კადრი ესეთი იყო რომ კიბის უჯრედიდან გადმოვხტე, ჩამოვხტე ეს რა რიკულებში უნდა გამოვძრე, გამხდარი გამწლებული ვარ და ვძრები ხო. უნდა ჩამოვხტე და გავიქცე და მეორე კადრი იყო რომ უნდა ეზოში, ეს თბილისური ეზო იყო და ამ თბილისური ეზოში ეს მთავარი პერსონაჟები რაღაც საუბრობდნენ რაღაც საკეთებდნენ და მე ასე სულელი გადარეული გავარ და ცეკვა ბალეტს. და უნდა გიცეკვა. უნდა მეცეკვა. ხო და ნუ ვიცეკვა დიდი ენთუზიაზმით მინდა გითხრათ და ძალიან კვაყოფილი ვიყავი თავად და გავაფიქრეს კოჩა კი კაცო კარგიო ყველაფერიო და მეორე ეს კადრი საიდანაც უნდა კიბის ურეჯიდან გადმოხტარიყავი ისევ გლიჯე თავი მახსოვს იმ რიკულს ისე მტკიოდა ძალიან გავწარდი მაგაზე და რომ ველოდები რომ აი ხა მეტყვიან რომ აი რაღაცა აღმოჩნდა რომ იქ სადაც ცეკვავ ის ფირი დაზიან უილად გაისა და მხოლოდ იქ სადაც თავი დავარტყი და ის ჩანვარ სხვათა შორის ჩანს იქ კი რომ ხტები ძალიან სასაცილო მოგვეცა შესაძლებლობა ჩვენ რომ ეს ამბავი გაგვიხსნა ხო აი ნუ მაშინ ხო არ იყო ციფრული ტექნოლოგია ხო იყო ფირი და ფირი რაღაცა დასველ და ხელი კრეს თუ რაღაცა გადაისხა იმ წყალი გადაესხა თუ არ ვიცი რა და მოკლედ დაზიან და ეს ფირი და ანუ ძალიან მიყვარს და ვაფასებ შენ ბიძაშვილს ჩემს ირაკლის კი ბატონო ძალიან დიდი მოგვითხრა ჩემს გადავცემ დიდი ესე იგი სულით ხორცამდე მთლიანად გარშემორტყმული შემოქმედებითი ირაკლი ფილოსოფოსი ირაკლი ფილოსოფოსია მაგრამ ირაკლის ძალიან ბევრი მცდელობა აქვს საქართველოს საკეთილდღეო კი ირაკლი ძალიან დიდი გულის და ესეთი დიდ პატივს ძალიან ნაღდი ადამიანია და ნამდვილად ქვეყნის თვის უძგერს გული აი შემოგვეთქვა. კეთი, ეხლა მინდა კითხო, აი შენი გეგმები და ასევე აი შენთვის რა ასუსურებდი ეხლა აი რა ნამუშევარი, აი რა გინდა, რას ფიქრობ, როგორც თანამედროვე მხატვარს და ფერმწერს ისე გეკითხები, რომ აი რას ისურვებდი, ეხლა რას ისურვებდი, იმიტომ რომ ხშირად ვერ ხდება ისე როგორც გავგეგმავთ, მაგრამ ჩვენ მომავალს მაინც განაპირობებს ჩვენი სურვილები და ჩვენი ანუ მოწადინება რა როგორ გვინდა რომ იყოს, რა ხატოს, რა ნამუშევარი შექმნა. ვისურვებდი რას არაფერი რასაც ვაკეთებ ისე ვაკეთო უბრალოდ მე ხე ჩემ თავს უსურვებდი რომ ცოტა მეტი დრო დავუთმო ამას და ნაკლებად მოვცდე რომელიც ხო ნუ გასაგებია ხო მეტი დრო დავუთმო ამას და რაღაცებს ნაკლებად სიტყვაზე რაღაცები ნაკლებად თუმცა მე ჩემთვის ემა გადაწყვეტილი ესე დალაგებული მაქვს თავში რომ მე უბრალოდ ეს ხატვარი კლასიკური გაგებით ვერავარ, იმიტომ რომ არ ვცხოვრობ მარტო ამით.
მე სხვა რაღაცასაც ვაკეთებ, ხო? ოჯახი მყავს, შვილები, ну რაღაცა თუნდაც სამსახური, რაღაცა გარკვეული ხა პასუხისმგებლობები, ურთიერთობა ძალიან მიყვარს მეგობრები და მათთან ურთიერთობა და ну ბუნებრივად ეხა დღეღამაში 24 საათია და არ ყოფნის ახლა ამას ყველაფერს ერთად, მაგრამ ის რომ ეს პროფესია მაქვს და ეს მდგომარეობა მაქვს, მე ამას არასოდეს არ დავთმობ, ვერასოდეს ვერ დავთმობ და ეს მაცოცხლებს. ეს ჩემია, ხო და შენ გინდა მაშინ უნდა იმასე. არა, მარტო მე მინდა არა, ეს უნდა ვაკეთო პერმანენტულად, იმისთვის რომ კარგად ვიყო და სხვა რაღაცებიც კარგად ვაკეთო. ეს ზუსტად ვიცი, ეს გამოცდილი მაქვს, იმიტომ რომ მე მქონდა პერიოდი 15 წელიწადი ფუნჯიც კი არ მქონდა ხელში აღებული. ხო, აი მეგონა რომ და მე დაუბრუნდი ახლიდან. ეს კი, მე ხო, ну რაღაცა იყო ხა წყობაში რაღაც, კი ბატონო, რაღაცა მოხდა. კი და ამიტომ მე ვიფიქრე რომ ეს არის არ ვიტყოდი რომ კარგია რომ მოხდა ის რაც მოხდა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო ჩემთვის და მე ვფიქრობ რომ ამან ძალიან საერთოდ ზოგადად ყველაფერში სწორ გზაზე დამაყენა და მიმართულება სწორი მომცა. ხა ვინც არ უნდა გირჩიოს, შენ თვითონ თუ არ გადაწყვეტ მაგას, არაფერ არ გამოხდის. ხო და ესე მახსოვს რომ აი რომ გადავწყვიტე რომ მე უნდა დავხატო ამ ამდენი წლის თავზე. გადავწყვიტე რომ გავაკეთო გამოფენა. იმისთვის რომ რაღაცა ბიძგი მომეცეს მე თვითონ რა, ჩემ თავს შევხედო გვერდიდან. ხო და რა გამოვიდა? ის გამოვიდა რომ მივხვდი რომ რა მაგარია რომ შემიძლია ამის კეთება რა დიდი ბედნიერება ხო ეს ისეთი ბედნიერება რომ მეტი არ შეიძლება რომ ეს შენი სამყარო გაქვს აბსოლუტურად პარალელური სამყაროა იმ სამყაროსგან გამომდინარე განსხვავებულია თითქოს აი აბსოლუტურად სხვა ფორმატშია თუმცა ძალიან ბევრი კავშირები მაქვს მე ხა მე რასაც ვაკეთებ და რასაც ვხატავ ხო მაინც დღევანდელობასთან ჩემს აბსოლუტურად ყოველდღიურ ყოფასთან არის კავშირი რომელიც ახლა ეს ძალიან არ ჩანს მაგრამ ნუ მე ამას გზნობდა რას ვიძახი რომ გადავწყვეტე გამოფენის გაკეთება ნუ სახში მქონდა სტუდენტობის პერიოდის და აი რაღაცა სტუდენტობის მერე აი მოკლე პერიოდის რამოდენიმე ნამუშევარი და ვფიქრობდი რომ მე უფრო მაგარი ვარ ეს არ არის მე უფრო მაგრა შემიძლია ეს და მე რომ გავიდა ეს 15 წელიწადი მივხვდი რომ მე უფრო კარგად შემიძლია კი არა ეს ის არის რაც შენ შეგიძლია ეგ არის რაც შენ გააკეთე და თუ მეტის პრეტენზია გაქვს მინდა გააკეთე არავინ არ გიშლის ხელს ხო და გავაკეთე თუ არ გავაკეთე კიდე სხვა საკითხია მაგრამ ის რომ ვემსახურები ამას და მე კარგად გრძნობ ამით თავს შენ მაგითო თქვი რომ მარტო მაგითი არ ცხოვრობ არა, ხო, ხო. სპორტსმენებში ამას ეძახიან, რომ პროფესიონალი სპორტსმენი, რომელიც სხვა ხო, რაშიც მე რომელიც შემოსავლის წყარო ხდება, ხო. შემოსავლის წყარო ხდება. ამაზე სხვა არაფერს არ უთმობ დროს, მაგრამ მე ახლა დიასახლისი ქალბატონი იქნები დარწმუნებული ვარ, მე ისინი ოჯახთან დაკავშირებით. ყველაფერი ერთად. ადამიანი ხატვარი, ამასაც თავის კიდევ ბევრი საქმე აქვს ძალიან. ხო, შვილებს ძალიან მოწონთ ეს მდგომარეობა. წადი ხდანები ამასთან, წადი ხატ. წადი. ხო. შვილები გოგო ბიჭი? კაცები. კაცები ვაღვენაცვალე. კაცები ორი კაცი. არქია ძალიან. ხო. ხო. რაღაცა კიდევ მახსოვს რაღაცა ამერიკული რა კავშირი ძაღლი? ამერიკული აკიტა. ისიც კაცია. აკიტა. აკიტა. ეს ის იაპონურები, რომელიც ხო არის იაპონური აკიტა და ეს არის ამერიკული. ნუ ეს ესენი ფიზიკურად უფრო დიდები არიან. კი ძალიან ძაღლების მიმართ მამამ ნადირობდა და ჩვენს უყავდა ესა რა ქვია მონადირე ძაღლები სეტერები განსაკუთრებით სეტერები ბაბუაც ყავდა სეტერები სპანიელები პოინტერები უცხარები კი უყავდა კი ესე ჩვენს ბევრ ძაღლი უყავდა სულ და მე ვგიჟდები ესე განსაკუთრებული სიყვარული მაქვს და ეს რაღაცა საოცრება არ ვიცი ეს ჭკვიანია ხო ვე მე რაღაცა წარმოვდგენლა ჭკვიანი მე ახლა ჩემი ასაკში შევიდა და გული მისხდება რომ უყურებ ხოლმე რაღაცა ფეხს რო აითრევს ხოლმე ცუდად ხდები. მაი მე ხო და საოცარი ვიღაცები არის. კი. ძალიან მიხარია შენი ჩვენთან სტუმრობა. დიდი მადლობა მე ძალიან. აი ისე გემრიელად ვისაუბრეთ რა რაღაცა რა. ჯერ არ მინდა რომ გავუშვებო ბაბა. პროექტის განხორციელებისთვის მადლობას ვუხდით საქართველოს კულტურის სამინისტროს და შემოქმედებით საქართველოს განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით კინორეჟისორ ლევან ანჯაფარიძეს, რომელიც არის ჩვენ პროექტში მონაწილეობისთვის და ასევე ისტორიული კინოსტუდიის ტერიტორიაზე თავისი არტ სტუდიოს სივრცის
დათმობისთვის. ჩემთვის დიდი სიამოვნება არის. ასევე გვევლინება ანუ პროექტის ამ გადაცემის თანაწამყვანათაც და საერთაშორისო ბრენდ იუსკის უხდით ძალიან დიდ საერთაშორისო სკანდინავიურ ბრენდ იუსკის უხდით განსაკუთრებულ მადლობას ქართული კინოს ხარდაჭერისთვის და ჩვენი საოფისე სივრცის საოფისე ავეჯით უზრუნველყოფისთვის და დიდი მადლობა გვინდა გადაუხადოთ ასევე ვინოტელს მივედით ვინოტელზე არის ღვინის სახლი, სასტუმრო, ასევე რესტორანი, რომელთანაც მე როგორც მხატვარი დაკავშირებული თანამშრომლობა ეს ჩვენი თანამშრომლობის ფარგლებში იქ მაქვს მოხატული ჭერი და ფერწერული პანოები განხორციელებული და მათ უხდით ძალიან დიდ მადლობას პროექტის მხარდაჭერის და ჩვენი სტუმრების მასპინძლობისთვის. ჩვენიერი ღვინო მასპინძლობას უწევენ ჩვენ სტუმრებს, ჩვენ გადაცემა. ძალიან ლამაზი ფერია. აი ქალია დახატული ქალი, ხელოვან ქალთა შემოქმედების წარმოჩენა ხდება და ეს არის ისწვანე უკრაინა სახელი აქაც წვანეა შეწვანეში ყველაფერი ნახე როგორ ძალიან ლამაზი ფერი აქვს, საოცრად ლამაზი და მართლაც არომატულია. დიდი მადლობა ყველას, ვინც ხარში გვიდგას, ვინც გვეხმარება და ვისაც უნდა რომ საერთოდ შვიდობა იყოს და კარგად ყოფნა იყოს ამ ქვეყანაზე. და ასევე უნდა გადმოგცეთ კეთი ეს ღვინო საქმე. ხო, აუცილებლად მე სახში რომ ვიყავ. დიდი მადლობა თქვენ და ვინოტელს. რომელიც იქნება მოსაგონარი ამ ჩვენი საღამოსი.